საღამო მშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით და მოგეკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო გამოწერისთვის, გვერდში დგომისთვის. თქვენ მე ძალიან დიდ სტიმულს მაძლევთ. ეხლა მოვედით თქვენთან ესეთი საჯარო თემით, რომელიც მთხოვა ჩემმა ერთ-ერთმა ერთგულმა მეგობარმა ქალბატონმა, რომ გამეკეთებია საჯარო გაშლა, თქვენს და თქვენს პარტნიორზე, თქვენზე და თქვენს პარტნიორზე, რომელთანაც გაქვთ გაურკვევლობა და უნდა შერიგება, თქვენ რას გირჩევთ სამყაროდ. დაასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და სანამ გაშლას დავიწყებდე, ეს კარტი ამომივარდა და თქვენი პარტნიორის სურვილები, ჩემო ძვირფასებო, რომელსაც აქვს სურვილი ახალის დაწყების. კარგით, ეხლა დავიწყებ, ჩაიფიქრეთ პარტნიორი და მე ეხლა დავიწყებ მის დახასიათებას, თუ რა ენერგიებში იმყოფება ეხლა ის და პაჟის როლში, პაჟის ენერგიებში, ადამიანს, რომელსაც უნდა ბალანსის შენარჩუნება, ადამიანი, რომელიც ბევრ თქვენთაგანთან არის ასაკით სხვაობა, ადამიანს, რომელსაც სჭირდება რაღაც თავისი სიტუაციის მიწყნარება, კიდევ რა ენერგიებშია? ოცნების ენერგიებშია, მეგობრებო, რწმენის ენერგიებშია, არ კავგავს იმედს, არ დაიხევს უკან, მტკიცეთ აქვს გადაწყვეტილი, რადგან ხამით არ ძინავს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს, იმიტომ რომ გადაწყვეტილება აქვს მისაღები იმის თაობაზე, რომ გამოვიდეს პაუზებიდან, თუმცა გაურკვეველია თავისი საქციელები, ეხლა ისეთ სიტუაციაში იმყოფება და ამბობს იმას, რომ ფიქრობს ქალზე, რომელიც თავის ცხოვრებაში ძალიან მშვიდად და გაწონასწორებულია, ქალი, რომელიც არის წინასწარმეტყველი და იცის მისი ყველა ნაბიჯები უკვე თვალდახუჭული, ადამიანი, რომლისგანაც წავიდა და ზურგი შეაქცია, ადამიანთან, რომელთანაც აქვს მიჯაჭულობა და ადამიანი, რომელიც მას უყვარს, სიყვარულზე საუბრობს, ვნებაზე და ნიშნობაზე საუბრობს, გაგებაზე საუბრობს, პარტნიორობაზე საუბრობს და ადამიანს, რომელსაც უნდა განახლება ურთიერთობის და დასვენება, ადამიანი, რომელიც მუხჩახრილი შრომობს და ადამიანი, რომელიც მას ძალიან უყვარს, ადამიანი, რომელიც მზეა მისთვის. მეგობრებო, ესეთ ენერგიებში იმყოფება თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი, თუმცა თავის ცხოვრებაში სტაბილურად და რაღაც ჩქარ ნაბიჯებზე საუბრობს. ესეთი იყო მოკლე დახასიათება ენერგიების თქვენი პარტნიორის. მოდი ეხლა ვნახოთ თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს, რომელთანაც გაქვთ გაურკვევლობა და დიდი აურზაური. თუ უნდა შერიგება და ჯერ ვკითხოთ, თუ უნდა შერიგება ამ ადამიანს. იქედან საიდანაც წავიდა ამ ადამიანს, თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს პასუხისმგებლობის აღება უნდა, ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ თქვენ ხართ მზე და დასვენება უნდა თქვენთან ერთად. თითქოს გაურბის ეხლა რაღაცეებს, რაღაც სიტუაციას გაურბის, იმიტომ რომ ძალიან ცუდათაა, იმიტომ რომ სირცხლე ნაჭამია, თუმცა ამბობს, რომ მოულოდნელად უნდა დაბრუნება, თუმცა გაურკვეველ სიტუაციაში იმყოფება. სამყაროს ძალიან დიდი იმედი აქვს, იმიტომ რომ ამ თვარედან და ამ წარუმატებელი ცხოვრებიდან უნდა გამოსვლა. კარგით, კიდევ რა სურს მას, რა სურს არა დაუკაცრავად, თუ უნდა შერიგება, მას უნდა შერიგება. მას უნდა შერიგება. ძალიან ბევრს ბრძოლობს და შრომობს ეხლა ადამიანი, რომელიც ფიქრობს იმპერატორ ქალზე, ქალი, რომელიც არის თავის ცხოვრებაში სტაბილური, ქალთან, რომელთანაც ჰქონდა ძალიან ბევრი ტყუილები და რომელთანაც ახლა აქვს ძალიან ბევრი პრობლემები და მოკლედ ძალიან ბევრი მტრები ყავს ეხლა ამ ადამიანს და ამ ყველაფერზე ფიქრობს, ჩემო ძვირფასებო. ფიქრობს, როგორ გამოვიდეს ამ სტრესული სიტუაციიდან და როგორ მოვიდეს ადამიანთან და როგორ დაიწყოს სიახლეები და სამართლიანობაზე საუბრობს, გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ ადამიანს ძალიან ბევრი პრობლემები აქვს ეხლა ფინანსური, მორალური, ფიზიკური, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა სამართალთან და რაღაც მსგავსი რო იტყვიან. ძალიან ბევრი პრობლემები აქვს. თუმცა ამოვარდა კარტი, სტაბილურად არის თავის ცხოვრებაში და კიდევ დავამატებდი, რომ უნდა რომ იყოს სტაბილური. უნდა დაბრუნება, მეგობრებო. მას ძალიან უნდა შერიგება. მოდი ეხლა ვკითხოთ კარტს. რას გირჩევთ სამყარო? თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? ან თუ უნდა გააკეთოთ რაიმე? მოდი ჯერ ვკითხოთ კარტს. თუ უნდა გააკეთოთ რაიმე თქვენ? თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს?
თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? თქვენ არაფერი არ უნდა გააკეთოთ, თქვენ ამ რთული სიტუაციიდან უნდა გამოხვიდეთ და უნდა იყოთ გადართული საკუთარ ფინანსებზე, მეგობრებო. რადგან გაქვთ კოშკი, გრევებში ხართ და ამ გრევებიდან უნდა გამოხვიდეთ და ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოთ. უნდა მოუფრთხილდეთ თქვენს ფინანსებს და აი თქვენ ამას უფალს ევედრებით კი. თქვენ ამას ევედრებით უფალს, რომ ეს თქვენი პრობლემები მოგიგვარდეთ. მოდით, რას გირჩევთ სამყარო? რას გირჩევთ სამყარო და იყავით მანიპულატორები ახლა თქვენც. მოუფრთხილდით თქვენს ოჯახს, თუ კი მხარდაჭერა გჭირდებათ ოჯახის წევრებიდან და საახლობლოდან გექნებათ მხარდაჭერა, თქვენ აუცილებლად გექნებათ თქვენი ფინანსები, თქვენ აუცილებლად იპოვით სულიერ სიმშვიდეს, გამოხვალთ ამ რაღაც გაუგებარი სიტუაციიდან და განოლდებით ჩემო ძვირფასებო. განოლდებით ეს იმას ნიშნავს, რომ გარისკავთ თქვენ ცხოვრებას და გააგრძელებთ ნოლიდან ყველაფერს. კარგით. რას გირჩევთ სამყარო? რას გირჩევთ სამყარო? კიდევ შევეკითხოთ, რას გირჩევთ სამყარო? უკან არაფერზე არ დაიხიოთ. აი უკან არაფერზე არ დაიხიოთ, რასაც გადაწყვიტავთ, რასაც გრძნობთ, აი ის გააკეთეთ ზუსტად, რაც თქვენ სურვილს უნდა. იყავით მშვიდები და გაწონასწორებულები, იყავით აი ესეთი ენერგიული და იმედი და რწმენა არ დაკარგოთ, აი აწარმოეთ თქვენი გეგმები, მიყევით თქვენ ნება სურვილებს, მეგობრებო, აი იყავით ვარსკვლავები, იყავით საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილები და თავი არ მოიტყუოთ იმითი, რომ აი თქვენ არაფერი შეგიძლიათ. უნდა მოიყვანოთ თქვენი ცხოვრება ბალანსში და თქვენ ეს მოგიტანთ ძალიან დიდ გამარჯვებას. გამარჯვებას მოგიტანთ. მოდი ამის შემდეგ რა იქნება? ამის შემდეგ იქნება ის, რომ დატრიალდება თქვენი ბედის ბორბალი და თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც იქნება სიყვარულით ახსავსე თქვენს მიმართ. კიდევ მაინტერესებს. როგორ შეიძლება? ბატონო, თქვენ ნახავთ თქვენი ცხოვრების გზას, თქვენ ნახავთ თქვენ სტაბილურობას, თქვენ დაიბრუნებთ თქვენ სტაბილურობას, ჩემო ძვირფასებო, გამოხვალთ ამ სამკუთხედებიდან, თქვენივე შრომით, თქვენივე მოღვაწეობით, თქვენ ფინანსებსაც დაიბრუნებთ, აი და თქვენთან სიყვარული მოდის. მოდის თქვენთან სიყვარული. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ისევ თქვენი პარტნიორი, რომელიც გითვალთვალებს, რომელსაც უნდა თქვენთან მოსვლა, თუმცა ერთი რაღაცის თქმა შემიძლია იმ დეპრესიიდან და იმ სტრესული სიტუაციიდან, თუ კი თქვენ იპოვით თქვენს თავში ბალანს, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ და რაღაც სიტუაცია შემოbrunდება და რაღაც ტრანსფორმაციაში ხართ, მეგობრებო. თქვენი პარტნიორი იმყოფება ტრანსფორმაციაში და ამ ტრანსფორმაციიდან აუცილებლად გამოვა და რაღაცა შეგატყობინებთ, თუმცა თქვენ არ დაიბრუნებთ. ბერ თქვენთაგან ძალიან გიყვართ მაინც, მაგრამ თქვენ არ დაიბრუნებთ. მოდი ბოლო სიტყვა კიდევ ვკითხოთ კარგს. აი რა უნდა გააკეთოთ, რას გირჩევთ სამყარო ეხლა ამ სიტუაციაში, რას გირჩევთ? რას გირჩევთ? მეგობრებო, ის რაც თქვენ დაკარგეთ, აუცილებლად დაგიბრუნდებათ. აუცილებლად დაგიბრუნდებათ. დაგიბრუნდებათ იმით, რომ თქვენ გადაწყვეტილების წინ დადგებით და თქვენ გადაწყვიტავთ რა გააკეთოთ, რომელი გზით წახვიდეთ. ნუ ხართ ესე დაღვრემილები და ღამის უძილობაში ნუ ხართ. არ შეიძლება ასე ყოფნა. ის რაც თქვენია, არსად წავა. გამოდით ამ პაუზებიდან და საკუთარ თავში იპოვეთ ბალანსი. მოიყვანეთ საკუთარი თავი ჰარმონიაში. თქვენ აუცილებლად გექნებათ რაღაც შემოთავაზება, რისგანაც ძალას იგრძნობთ. და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ადამიანი, რომელიც თქვენ სურვილებს მოიყვანს სისრულეში და გამოხვალთ ამ პრობლემებიდან. ნუ დარჩებით წარსულში, რადგან თქვენი ცხოვრება უკვე ახალ ეტაპზე გადადის და ეს ბოლო კარტი არის ბედის, იღბალის, აყვავების, მატერიალური და სულიერი სიმდიდრის, ბედნიერების და ნეტარების, ასე რომ ამ ყველაფერს გულით გისურვებთ და გელოდებით კომენტარებში, ჩემო ძვირფასებო, მშვიდობიანი ღამე ყველას.